გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ერთი ლამაზი გოგო ვნახე TikTok-ზე, რომელიც დამაჯერებლად ამბობდა, რომ დაბალი შობადობა მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ბრალი ყოფილაო. ძალიან ორაზრო უნდა ჟღერს ეს განცხადება. ანუ რა უნდა ქნას ქართულმა ოცნებამ, ყველა საქმე მიაგდოს და ყანაში გავიდეს. ეს ისე შესავლის სახით თქვი, ცოტა რომ გავხალისდეთ მეგობრებო. გახალისება ძალიან გვაკლია ამ ბურუსით მოცულ დროში. ახლა კი საქმე. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამობრძანდა და ბრძანა, რომ სიტყვის თავისუფლება წმინდა წყლის სისულელეა, თუ ის სათანადოდ არ კონტროლდება. თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთ რამ შალვა პაპუაშვილს, ან ირაკლი კობახიძეს, ან თუნდაც მე რომ მეთქვა, როგორ დავაყენე ჩემი თავი ქვეყნის პირველ პირებთან, არა? მე მაინც დავაყენო, სხვა თუ არ მაყენებს. ხუმრობ, მე ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იქ, სადაც ვარ და მართალი გითხრათ, ზოგჯერ ჩვენს მართველებს რომ უყურებ, სიბრალულის გრძნობა მეუფლება. დიახ, ბარაქალა ამდენს რომ უძლებენ. დღეს ვინმე დიდ თანამდებობაზე რომ ინიშნება და რომ ულოცავენ და ადღეგზელებენ, გამოგიტყდებით, მე მაოცებს ეს მილოცვები. ადამიანი ჩემი გაგებით ფაქტობრივად ეშაფოთზე ადის. მისალზე კი არა, შესაძლოა ის ადამიანი. მართლაც რომ 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა და სულ ფიქრობ, შენ რომ ბრუნდებიან, რაიმეს თავი აქვს, თუ ახერხებენ მეგობრებთან, მშობლებთან, შვილებთან, მეუღლეებთან ნორმალურ და ჯანსაღ ურთიერთობას, თანაც სულ რომ ხალსტუხით დადიან, ხალსტუხით კოსტუმში, გახამებულ პერანგში. წარმოგიდგენე ალბათ როგორ ენატრებათ მათ ჯინსი და სპორტული ფეხსაცმელი. და შენ რომ ბრუნდებიან, კარს რომ აღებენ, ალბათ პირდაპირ ლოგინზე ეშვებიან, რათა მოდუნდნენ და დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია აღადგინონ, რადგან ხვალინდელი დღე უფრო მსუბუქი და მშვიდი არ იქნება. ხომ წარმოგიდგენიათ, სულ რომ შეტევას ელოდები, გინ გარედან, გინ შიგნიდან, შიგნიდან მე გულისხმობ ჩვენს გულანთებულ ოპოზიციას. ეს შიგნიდან დარტყმა სრულიად გაუგებარი და უაზრო რომ შეიძლება იყოს და ზუსტად რომ უაზრობაზე პასუხი გაცილებით რთულია, ვიდრე აზრიან შეტევაზე. ამის მაგალითი იყო დებატები განათლების რეფორმაზე, რომელშიც კობახიძე მონაწილეობდა. ხომ გახსოვთ უცებ ის რაღაც ჯანაშიემ ფოტოები რომ დააძრო. ფოტოები, რომლებიც განათლების რეფორმასთან ისეთსავე კავშირში იყო, როგორც მე სიტყვაზე მაქვს კავშირი საენტოლოგიასთან. ალბათ ის ჯანაშია სახმართველობის კრებაზეც რომ მივიდეს, სადაც სადარბაზოს დალაგების რიგითობა უნდა იყოს განსაზღვრული, იქაც დააძრობს ფოტოებს. რა უაზრობაა დღევანდელი ოპოზიცია. მოკლედ მაკრონი დავიწყე და ჯანაშიამდე მივედი. რას ვამბობდი? ხო, იმას რომ ორმაგი სტანდარტების ეპოქაში ვცხოვრობთ. მაკრონი თავისუფალი სიტყვის სათანადო კონტროლს მოითხოვს და პრინციპში მე მას ვეთანხმები. თავისუფალი სიტყვა ძალიან ბუნდოვანი ცნებაა. თავისუფალი სიტყვის დიაპაზონი შეიძლება მოიცავდეს გენაცვალესაც და დედისგინებასაც და ყველაფერ ამას დაარქვა სიტყვის თავისუფლება. არ გაგიკვირდეთ მეგობრებო, მაგრამ ახალგაზრდა თაობასთან ქონდა ლაპარაკი და მათგან მსმენია, რომ ნებისმიერი სიტყვა, მათ შორის შეურაცხყოფელი არის თავისუფალი სიტყვა. თუმცა შეურაცხყოფისთვის უკვე დიდი ხანია არავის იჭერენ, თორემ დაჭერა რომ შეიძლებოდეს სოციალური სივრცის 1/3 უკვე ვირის აბანოში იქნებოდა გამწესებული. მოდა კითხვა მაქვს თქვენთან, ბატონებო და ქალბატონებო. განა მაკრონი არაა მართალი, მაგრამ მოდი მოდელირებული ქრონიკის სახით წარმოვიდგინეთ, რომ მართლაც გამოვიდა ირაკლი კობახიძე ტრიბუნაზე და სიტყვით გაემეორა ის, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა. ხომ წარმოგიდგენიათ რა ატყდება? პირველნი გამოვარდებიან ხერჩინსკები, ფიშერები, დანიისა და შვედეთის უსახელო ელჩები და სიხარულით აღნიშნავენ, რომ პუტინმა საბოლოოდ გაიმარჯვა საქართველოში. რომ ივანიშვილი სრულიად გადიქტატორდა, რომ ამიერიდან
ხალხი ვალდებული იქნება პირში საცობით იაროს და არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ სამსახურში, ზოოპარკში, ეკლესიაში. და როდესაც უცხოელი მავნებლები მორჩებიან ღნავილს, აკიულდება ჩვენი ხელთუქმნელი ოპოზიცია. არა, ჯერ მიშა გამოყოფს მისი თავისთვის მორგებული გისოსებიდან თავს და დაჰყებს, რომ ის ამას ელოდა და აწი დაიწყება, რაც დაიწყება. და მერე იქნება დემონსტრაცია და აქცია და ღამის თევები ბოლნისის გზაზე და ჩირაღნებიანი მსვლელობები ლოზუნგით ევროპას გვართმევენ და ასე შემდეგ. ბანალური ჭეშმარიტება, რომელიც თავის დროზე ძალიან ძველმა რომაელმა კომედიოგრაფმა პუბლიუს არფმა ბრძანა, რაც იუპიტერისთვის დაშვებულია, ხარისთვის აკრძალულია. ანუ უმაღლესი სტატუსი იმის უფლებას იძლევა, რის გამოც უბრალო ადამიანს დასჯიანო. სხვათა შორის, ჩემმა საყვარელმა მწერალმა ჩეხოვმა ეს ფრთოსანი ფრაზა შემოატრიალა. მისი გაგებით გამოჩენილი ადამიანი ვერ მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას, რაც ეპატიება უბრალო ხალხს. ხო მაგარია რა. ხო და ასე ვცხოვრობთ, მეგობრებო. ევროპაში კი გვინდა, მაგრამ ევროპელი ლიდერების სიტყვა ჩვენზე რომ მოვირგოთ, გვეტყვიან რომ რუსები ხართო. შეუსაბამობა გამოდის, ხომ კი? განა ეს არის ის ცხოვრება, რომელსაც ვნატრობდით. ეს იყო გაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.